ყველგან თბილისი თეატრალური კულტურის ცენტრად გადაიქცევა. მაყურებელს ორი კვირის განმავლობაში 10 სხვადასხვა თეატრში ცნობილ წარმოდგენებთან ერთად არაერთი პრემიერა ელოდება. განსაკუთრებით დიდია წელს ფესტივალის მონაწილეებისა და სტუმრების სია. გურჯი ხათუნი პირველად, მარიამ ალექსიძე კი მისი დადგმით თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მესამედ მონაწილეობს. გურჯი ხათუნის გარდა რუსთაველის თეატრი ფესტივალზე იულიუს კეისარსაც წარადგენს. ქართული სპექტაკლების პროგრამაში კიდევ 12 თეატრის 13 სპექტაკლის ჩვენება იგეგმება. ბევრ პერსპექტივას იძლევა ამ ფესტივალში მონაწილეობა და ურთიერთობების გაცვლა, ჩვენება როგორც ჩამოსული მაყურებლისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წელს ფესტივალის პროგრამა არის ძალიან მრავალფეროვანი ჟანრობრივად. ფესტივალი გლობალურ სამყაროში არსებული თქვათ გამოწვევებზე ლაპარაკობს. საერთაშორისო პროგრამა 24 სექტემბერს დაიწყება და გაგრძელდება 5-მდე. და 5-დან 8 სექტემბრამდე უკვე ქართული სპექტაკლების პროგრამა განსაკუთრებით პროფესიონალებისთვის. რიგით მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი მაყურებელს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის თეატრალური დასების სპექტაკლებს შესთავაზებს. ეს იქნება ფესტივალი, სადაც ჩამოვა უპრეცედენტოდ ბევრი უცხოელი სტუმარი, მათ შორის პროდიუსერები, ჟურნალისტები, კრიტიკოსები. ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ნაწილისთვის, ქართული თეატრალური ნაწილისთვის. ფესტივალის პროგრამა ჟურნალისტებს დღეს კულტურის მინისტრმა და თბილისის მერის მოადგილემ გააცნო. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ღონისძიებებიდან შესული თანხა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობას და 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულებს მოხმარდება. შემიძლია ხაზი არ გაუსვა ფესტივალის მისი ხელმძღვანელების, ორგანიზატორების ძალიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მომენტს. ღონისძიებიდან შემოსული თანხა გადაირიცხება მთლიანად სოლიდარობის ფონდში, ხოლო თავად ფესტივალის შემოსავალი მთლიანად გადაირიცხება 13 ივნის სტიქიით დაზარალებულთა ფონდში. ფესტივალი 2009 წელს დედაქალაქის მერიის ინიციატივით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა. 6 წლის განმავლობაში ფესტივალმა 20-მდე ქვეყნის თეატრალურ დასწრობას პინძლა.